მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ისევ გიბრუნდებით ჩვენი ეკომეგობრული პოდკასტით, რომელსაც წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless და მე მისი წამყვანი ნინო ბარჯაძე. დღესაც როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემით ვართ წარმოდგენილები, რაც ეხება ადამიანის კვებას და მის ურთიერთქმედებას გარემოსთან და ეკოლოგიასთან. ძალიან საინტერესო სტუმრებით ანა ტიკარაძე, რომელიც არის ფლექსიტარიანული კაფეს დამფუძნებელი, ნამუს დამფუძნებელი და იორამ კეთილაძე, ბიომეურნეობის სპეციალისტი, ესე შეიძლება რომ ვთქვათ. კი. ეხლა პირველ რიგში ეს თემა ვიტყვი იმას, რომ ჩვენ საერთოდ აქ თემას რო ვარჩევთ ხოლმე, ჯერ თემას ვფიქრობ და მე ვირჩევთ სტუმრებს, რომ ვინ მოვიწვიოთ და ამ შემთხვევაში რაღაცა ისე მოხდა, რომ აი თქვენი მოსაზრებები ორივეს ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად იმდენად რაღაც საინტერესოდ მომეჩვენა ამ თემაზე, იმიტომ რომ მე არ მაქვს ესე ჩამოყალიბებული რა ჩემი ხედვა, როგორი კვების ტიპი არის უფრო მდგრადი და ეკომეგობრული. და თქვენი იდეებიდან დამებადა მე აი ეპიზოდის ჩაწერის იდეა რა მოკლედ. მოდი ანა შენ რო გითხრა ჯერ სავარაუდოდ ხა მე როგორც ხვდები და როგორც თვალს გადევნებ ხო ყველა კვების ტიპი გაქვს გავლილი ალბათ ხორცის ჭამელი ყავი როგორც ყველა ქართველი. შემდეგ გადახვედი ვეგანიზმზე ხო და ეხლა დაუბრუნდი არა ფლექსიტარიანიზმზე გადახვედი. აი ეს რომ მოგვიყვე დაახლოებით ეს შენი მოგზაურობა როგორი იყო? ბეტონო მართლაც პირველ რიგში მოგესალმებით. მართლაც ეს ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადაც ესე დღეში სამჯერ მქონდა ხორცი და იმ დღეს თუ ხორცი არ მქონდა, თვლიდით რომ საჭმელი არ იყო ოჯახში. მაგალითად ლობიოს არ აღვქვამდით როგორც რაღაცა დამანაყრებელ საჭმელს. შემდეგ მოხდა ისე რომ მე მქონდა სულ კუჭის პრობლემა, რაღაცა სულ სიმძიმე მქონდა, გუძმარვა და აი რა ვიცი, რაღაცნაირად თავისით ჩემო ორგანიზმმა აირჩია ის გზა, რომ ხორცზე უარი მეთქვა. ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ხო, აი რაღაცნაირად ერთხელ არ მომინდა, მეორედ რაღაცა და მე მივხვდი რომ უბრალოდ არ ვჭამ ხორცს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ამ დროს ვიყავი 30 წლის. შესაბამისად აი 30 წლიდან დავიწყე ბოსტნეულის მირთმევა, რაც აღმოჩნდა ჩემთვის რაღაცა აღმოჩენები იყო, იმიტომ რომ მაგალითად არ მქონდა ბადრიჯანი, განასინჯი, ნუ აი ყაბაყი, კომბოსტო და ესეთ რაღაცებზე აღარ ვლაპარაკო. ანუ აი სუფრაზე რომ ვისხედით, ჩემთვის იყო წიწილა ბაჟაში და იქ ხალი რაღაცა, ნუ საერთოდ არც აღვიქვამდი რომ იჭმეოდა. ანუ ბუნებრივად ხორცის ჭამელი ყავი ესე. ხო. და შემდეგ უკვე გადავედი ისე რომ სუფრაზე რომ ვიყავი, ჩემს ირგვლივ აბსოლუტურად ეს ფხალეული ქრებოდა. და არჩებოდა შესაბამისად ეს რძის პროდუქტი და ხორცეული. რძის პროდუქტის ამოღება როგორ ესეც რაღაცნაირად ხო, აი ხუთი რაღაცნაირად ცოტას რო ჭამ, ცოტა თითქოს უფრო მსუბუქად გრძნობ თავს, რაღაცნაირად აი თავისით მოხდა. და ეს ბოლო ტრანზიცია შეხება ბოლო ესე იგი უკან დაბრუნებას არ ვიტყოდი, იმიტომ რომ მაინც ახლა განსხვავდება ხო, ახლა მაგალითად ადრე გქონდა ძეხვი, სოსისი, ლორი, ხორცს დაბრუნები ხარ მოდი. ჯერჯერობით არ დაბრუნები ვარ, მაგრამ აი მოხდა ისე რომ შარშან კი უბრალოდ წელს თებერვალში ვიყავი სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ ურუგვაიში, რომელიც არის ხორცის, აი არ ვიცი, საუკეთესო ხორცის მქონე ქვეყანა. არგენტინა და ურუგვაი ითვლება აი ხო, მე პრინციპში იტალიელებით არის დაფუძნებული არგენტინა და ურუგვაი. შესაბამისად, ნუ იქ იყო რომ აი როგორ შეიძლება რომ ხორცს არ ჭამ, როგორ შეიძლება ხორცს და ნუ აი ეს რაღაცა ერთი თვე რაც იქ ვიყავი, გაუძელი ცდუნებას და მაინც არ მივირთვი. ერთი წუთი აქ რა ჩაგეჭრე. გაუძელი ცდუნებას ნიშნავს, რომ მაინც გული მიგიწევდა. არ მიმიწევდა პირდაპირ, არ მინდოდა და არც იმათ დავემორჩილე და რაღაც და ესე მყარად ვიცავდი, რომ არ მინდა. თუმცა მე აი არ ვიცი იქიდან რაღაცა რო ჩაგრჩება ტვინში და ნუ მეგობრები ისეთი მყავს იქაურები მიდმეტეს რომ აი სულ რომ მეუბნებიან რომ აი აუცილებელია და ვიდეოებს რო გიგზავნიან რომ აი ესე და ესე
ну მოკლედ მე თვითონ ვარ King's College-ის alumni, ასე ვთქვათ, დამთავრებული მაქვს, თუმცა არა ნუტრიციოლოგია და ფსიქოლოგია, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ეს დაწესებულება განათლების და იქ არის ესეთი ნუტრიციული კვლევების პროექტი Zoe თუ გაგიგიათ, რომელიც უახლეს კვლევებს დებს მუდმივად და ძალიან საინტერესოა. შესაბამისად იმას სულ ვადევნებ თვალყურს სხვა ბევრ დანარჩენ პოდკასტებთან და საინფორმაციო წყაროებთან ერთად და იქაც სულ იყო ამაზე ხაზგასმა, რომ რაც შეიძლება ბუნებრივთან ახლოს, ხო? ანუ ბუნებრივი არის, რა თქმა უნდა, მწვანილი, ბოსტნეული და ყველაფერი, მაგრამ ასევე ბუნებრივია ცხოველური პროდუქტი, ხო? ეს გენეტიკურად, ანუ ქართველი ადამიანს გენეტიკას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როცა შენი წინაპრების ამდენი რაღაც საუკუნე მოდის ხორცით. მაგალითად ხო ვცდილობ ყოველთვის რომ მივირთვას სეზონურად ხო მაგალითად არასდროს არ შევჭამ ერთადერთი ალბათ ჩამოტა მანგოს ანანას ეგეთ ხილს მე არ ვჭამ თუმცა ვერ ვუძლებ ისევ ცდნებას და ავოკადო არის ერთადერთი რასაც ჩამოტანილს მაინც სულ ყოველდღიურად მივირთმევ ბანანს არა ხო ბანანს ნახშირ წყლების სიმაღლეზე შეიძლება არ ვამბობ რომ არ ვჭამ მაგრამ ჩემ რაციონში ბანანს არ ყიდულობ მე სადმე სტუმრად თუ არ და სხვა ვერაფერი მივჭამე შეიძლება ანუ ჩემთვის თავი ვაშლი რაღაცა ესეთი რაც სეზონურია და რაც ამჟამად არის ხო და შესაბამისად კიდევ გქონდა ესეთი პრობლემა მაგალითად ეზოში ვაკეთებდით კომპოსტირებას რაღაცა და იქ სულ იყო საუბარი რომ საჭიროა რომ აქ ქათამები დადიოდნენ ეს ქათამები მე კვერცხრო დადებენ საწავი იყო და რაღაცა იყო ეს ერთი დილემა ანუ რაღაცა დილემა ხო კვერცხის საწავი ხო რაღაცნაირად არ იკვრებოდა ეს წრე იქ იყო სადღაც იყო ამოვარდნები შესაბამისად იყო ხა მე რამდენიმე კვირაში 45 წლის გავხდები შესაბამისად იყო სულ ამაზე ვიგრე რომ ქალს მით უმეტეს რაღაცა პერიმენოპაუზა ეს ის პაუზა კუნთი ილევა რაღაცა და წელიწადში ამდენ პროცენტ კუნთს კარგავ რაღაცა ცოტა შიშებში რომ ჩავარდები რომ მე მინდა რომ ვიყო ანუ არ მინდა რომ ვიყო რაღაცა ბებიას ამპლუაში ისეთი ბებია როგორიც ხა არავის შეგვიძლია წყობას არ ვიყენე მაგრამ სტანდარტული მე მინდა რომ ვიყო გადაღლილი და ისეთი მინდა რომ ჩემი შვილები თუ შვილიშვილები მე გავზარდო და ჯანღონიც ავსე ვიყო და ატაცებად შემეძლოს და ყველაფერი შემეძლოს და ამიტომ ეს კუნთის განლევის იდეა არ მომეწონა შესაბამისად რაც ვქენი ეს იყო რომ ზაფხულში გავსინჯე ბათუმში თევზი რომელიც ახლა რო გითხრათ რომ დიდად მომეწონა ანუ როგორც ჩანს ეს გემოებით დიდად ანჯერ არ ვარ მიჩვეულის იმიტომ რომ თითქმის 13-14 წელი არ მიჭამია ხო გადაჩვევის ამბავიც არის რაღაცნაირად ახლა რო გითხრათ რომ მირჩევნია სიტყვაზე წვანილებიანი რაღაცა ის ვჭამო ვიდრე ეს მაგრამ მაინც რამდენჯერმე მივირთვი და კვერცხს უფრო ადვილად შევეგუო იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბოსტნეულთან ერთად ვყრი ისე რომ თითქმის გემოհარს იგრძნობა და ეხა ჯერ ახალი ამბავია პრინციპში ხა ზაფხულიდან დაიწყო ესე თითოეულ მაგრამ ეს არ არის მაინც ჯერ ჩემი ყოველდღიურობა ანუ ყოველდღე კვერცხს არ ვჭამ ანუ შეიძლება ვჭამო კვირაში ორჯერ ან რაღაცა ეს ეხა მაგალითად გუშინ გავაკეთე გუშინ საერთოდ არ მიჭამია გუშინ წინ რო ვჭამე იმის ანუ 36 საათიანი შიმშილი გავაკეთე და დღეს მინდოდა რომ ცილით გამეხსნა და დღეს ორი კვერცხი ესე თოხლოთ იმას ვქენი და ბევრი ერთი დიდ ბღუჯა კინსთან ერთად ეგ იყო ზეითუნის ჯერ შედეგზე ესე ვერ ვისაუბრებთ რა ანუ შედეგზე შემიძლია რომ ვისაუბრო იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ იოგას და მე რო ასანებს ვაკეთებ ეხა ამას ვერ ვაკეთებდი მე წლების წინ ეს კუნთის ამბავში ზალხონე მომემატა რომ ანუ თავზე დგომა ხელზე დგომა აჭიმები ბუქანები ანუ ეხა გითხრათ რომ კუნთების რელიეფი რაღაცა აუცილებლად შემეცვალათ რელიეფი არ არის საჭირო ხო მაგრამ ზალხონე კი და ეხა სამშაბათს მივფრინავ ისე ურუგვაიში 2 თვით და იქ ხორცაც დავაკეთე და მე მოგიყვებით შედეგებზადება ძალიან კაია ხო და ეს არის და მაგაიცით როგორი შფოთვითი სიზმრები რომ ეს ჩემი მეგობარი მაძლევს ამ ხორცს და მე ვერ ვყლაპავ მართლა
ხო და მეტი შიში ნუ მოგცა ღმერთმა მეუბნება და თუ მარტივიდან დაიწყე. ხო და აი რაღაცა მარტივი ხორცეული. ხო ღვიძლი ან რაღაც ეგეთი. ღვიძლი მარტივი ღვიძლთან ძალიან სპეციფიური გემო აქვს. ხაჭო არ უნდა თითქოს ფაქტიურად. მე მაგალითად ბუნებრივად გადამუშავებაში მარტივია ღვიძლი ახლა. მაგალითად ეხლა დედაჩემი არის მთიული რა და წელიწადში ერთხელ მოინდომებს ხოლმე და რაღაცა ოჯახს კრებს და აკეთებს ხინკალს და აი იმიტომ ამბობ რომ კულტურასაც ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ხოლმე რომ ეხლა იქ ხინკალი არ ვჭამო უბრალოდ წარმოუდგენელია ჯერ ერთი მიყვარს არ ვიტყვი რომ არ მიყვარს მაგრამ ზოგადად ხორცის მოყვარული არ ვარ რა და ჩემთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა გადასვლა მაგრამ აი არ ვარ დარწმუნებული თავიდანაც თქვი რა არ მაქვს ესეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული რაღაცა მსოფლმხედველობა რომ ჰუმანური ამბავი სხვა რაღაცა დღეს მოდი ეს შევთანხმდეთ რომ ჩვენ ჰუმანურ თემას ამ ვეგანიზმის და ვეგეტარიანიზმის არ ვეხებით სუფთა პრაგმატულად და ეკოლოგიურად რო ვისაუბროთ რა და აი იორამის ერთ-ერთი მოსაზრება ძალიან კიდევ უფრო დამეხმარა რომ გამეღრმავებინა ეს ჩემი ფიქრი ამ მიმართულებით იმიტომ რომ ამ სცენარეული კულტურების მოყვანასაც ეწირება უამრავი ცოცხალი ორგანიზმები, ხო? და ხშირ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი ცოცხალი ორგანიზმი, ვიდრე მაგალითად შეიძლება იყოს ძროხა, ხო? ჭიაყელას და ძროხას შედარება მოვიყვანეთ წეღან, ხო? ანუ ფუნქციურად ჭიაყელა ხა ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან უცნაური იყოს, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხო? და აი ეგ გაგვირცელეთ შეიძლება ეს რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად მნიშვნელობა და კავშირი არ აქვს არანაირი კვებას ეკოლოგიასთან რა. ჩემთვის თავარი არის ყველა ადამიანი ფიქრობდეს თავის ეკოკვალზე. ვეგანმა შეიძლება დატოვოს საშინელი ეკოკვალი და შეიძლება ყველაფრის მჭამელმაც დატოვოს ძალიან პატარა ეკოკვალი რა. ეხლა ხო არ არის კავშირში მაგალითად აფრიკული ტომები ან ვეგანისთან ან ყოველაფრის ჭამელობთან, მაგრამ ნებისმიერი აფრიკული ტომის ისეთი რომლებიც ჯერ კიდევ ველურად ცხოვრობენ წარმომადგენელი, მთელი სიცოცხლის მანძილზე ტოვებს იმაზე პატარა ცოტა ეკოკვალს, ვიდრე ჩვენი ცივილიზაციის 2 წლამდე ბავშვი. ხო, ეს განვითარების ამბავია, ხო, რამდენად ცივილიზებულ სამყაროში უფრო დიდია შენი მოხმარებაზე. ანუ, როცა ჩვენ 2 წლის ასაკში უკვე ტოვებთ იმაზე დიდ ეკოსიბინძურეს ნაგავს, ვიდრე აფრიკაში მთელი სიცოცხლის მანძილზე, ან ამაზონის ჯუნგლებში, როგორც პაპუასი, რაღაც ცხოვრები ადამიანი, ესე იგი, აქ არანაირ კავშირში კვება არ არის, ხო? ეკოლოგიასთან. ხო, ეგ განმარტოთ, აი ელემენტარულად, ანუ დაწყებული, რომელსაც ბავშვი ხმარობს, უკვე არის მის მიერ დატოვებული კვალი, რომელიც ნუ ყველაფერი პირველი დაიწყება იქედან რომ ჩვენ რომ სახში შევიდეთ და გადავხედოთ ნივთებს და ჩვენი რაციონი ავიღოთ. ყველაფერი არის მოტანილი. და ამ მოტანაზე ყველაზე დიდი ხო რესურსი იხარჯება ეკოლოგიის განხრით, იმიტომ რომ დიდი ტრანსპორტირება სჭირდება დიდი გემები და ყველაზე მეტი მომწამლავი გარემოსთვის არიან მე ამაზე ვიდეოს მქონდა ჩაწერილი და მიდევს YouTube-ზე, ვისაც აინტერესებს, ნომერ პირველი სიაში თავისი საშინელი ეკოკვალით არის გემები. რომლებიც საწვავის სახით მოიხმარენ არა ბენზინს, არა დიზელს, ამონ მაზუტს. რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, იმიტომ რომ რაღაც ოკეანეში მიდის ის გემი, მაგაზე არც ფიქრობ და ერთი გემის საშუალოდ ნუ ეკოკვალის მხრივ 1.5 მილიონ მანქანას უდრის. პატარა მანქანას. ეს არა ყველაზე დიდ გემებზე ლაპარაკი არა. ეს ყველაზე პატარა ტვირთმზით კონტეინერების მატარებელი გემი უდრის 1.5 მილიონ მანქანას. ეხლა წარმოიდგინეთ, მაგიტო ჩვენ რაც გვიდევს ირგვლივ და რასაც საუბრობთ, ყველაფერი რო არის შემოტანილი, ხო? ანუ შენ რო ხარ ვეგანი და რაღაც კეშუას და ავოკადოს და იმას მითხრა, რომელიც ყველაფერი ჩამოიტანეს, ეს არანაირ კავშირში არ არის ეკოლოგიასთან. მე მესვის ყველას პირადი გადაწყვეტილება, რაღაც მორალური იქნება თუ გემონური იქნება, თუ ჯანმრთელობიდან გამომდინარე, დისკომფორტი იგძენი მაგალითად, იმიტომ რომ ბოსტეული ქონდა გამორიცხული ფაქტიურად რაციონიდან და იმ ხორცსაც არასწორად მიიწევდი და შეიძლება არასწორ დოზებით, ხო? და ანუ ბალანსი არის, ხო? მაგრამ ეკოლოგიასთან ამას კავშირი, ეკოლოგიასთან აქ კავშირი იმას, რომ ის ხორბალი, რასაც ჩვენ ახლა რო ავიღოთ ხორბლის ნაწარმი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიდერი, ხო? ჩვენს პროდუქტებში, იქ მაკარონი, ვერმიშელი, რაც იქნება პური და ის ყველაფერი ხორბალის მარცვლეულის არის, ხო? და აი ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ის რომ როგორ მოყავს. საიდან, რას აკეთებ ამისთვის? ელემენტარულად
არიან კი ქვეყნები, რომლებიც მაგალითად ამ ყველაფრის მოყვანას უკვე ახერხებენ მინიმალური ჩარევით ბუნებაში, მაგრამ ჩვენ ამაზე არც გვსმენია, რომ ადამიანს რო დახნა არ ჭირდება მიწას ხორბლის მოსაყვანად და როგორც გიშს ისე გიყურებს და ამ დროს ამერიკის ბევრ შტატებში და ბევრმა ქარხანამ გუთანის წარმოებაც აღარ არის უკვე, ანუ ხნავს გუთანი, ხო? და თუ აწარმოებენ ისიც ევროპაში და რაღაც ეს მესამე ქვეყნებში საექსპორტოდ რა. ამიტომ რა ვიცი, მე გამომიჯნავდი ეკოლოგიას და ყვებას, ვეგანიზმს, ვეგეტარიანობას და მას თუნდაც ეკოლოგიასთან კავშირში არ დავაყენებდი რა. თუმცა თქვათ და ეკოლოგიური მოსაზრებით ვიღაცა ამას აკეთებს, ხო? მაშინ ვერ ამიხსნის იმას თუ რატო არის ბოსტნეულის, მაგალითად 3 კილო ბოსტნეულის მოყვანა ენერგეტიკულად რო შევადაროთ, თქვათ, ესეც 3 კილო ბოსტნეული შეიძლება უდრიდეს 2 ცალ კვერცხს, ხო? რატო არის იმის მოყვანა უფრო ეკოლოგიური, ვიდრე ქათამი, რომელიც გარეთ ბალახს, კენკავს, ჭიებს, იჭერს რაღაცა და იმის 2 კვერცხის შეჭმა. არ არსებობს ეგ გამორიცხულია რა. ამიტომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ვეგანიზმი უფრო დამაზიანებელი იყოს ეკოლოგიისთვის, ვიდრე ის ადამიანი, ვინც უყურებს იმას თუ ეს საკვები როგორ არის მოპოვებული. საიდან არის მოტანილი, მის ქვეყანაშია წარმოებული თუ არა. აი ამას რო ახლა მე ამ ყველაფრის ფონზე უცებ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იორამ, იმიტომ რომ რამდენი 60,000 გამომწერი ყავს, ხო? იოს ბოსტანი, ეგეთი Facebook გვერდია, სადაც უკვე წეღან ვფიქრობდი, თვითონ ჯგუფის შიგნით ისეთი ეკოსისტემაა შექმნილი, რომ ვიღაცა რომ ჰერბიციდს ახსენებს, იქ ეგრევე ესევიან თვითონ ჯგუფის წევრები, რომ არ გავედო, იმიტომ რომ ხო, აი აბსოლუტურად ბუნებრივი მეთოდები ბიომეურნეობის ანაბანა, ასე ვთქვათ, მე მგონი თელ საქართველოს ასწავლა იორამმა რა და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ამბავი, იმიტომ რომ ხო და მაგის კითხვა მინდა რომ ესე ინდივიდუალურად გავითვალისწინეთ მე მგონი იმ 60,000-ს, მაგრამ ვინც შენი გამომწერები ვართ, რამდენად შესაძლებელია რომ აი ესეთი ბიომეთოდები გამოვიყენოთ დიდ აგროკულტურაში რა, სადაც დიდ მასებზეა საუბარი და რაღაცა უფრო ისეთი მრეწველობა მიდის ასე. ჩვეულებრივად უბრალოდ ეხა ნახეთ პირველი პრობლემა რაშია ისევ და ისევ ეს შეიძლება რაღაც ქვეყნის პოლიტიკიდანაც იყოს გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში თვითმყოფადი ქვეყანა. ჩვენი პროდუქტების მოხმარების ძირითადი ნაწილი უნდა წარმოდეს აქ და თვითკმარი, ხო. და ჩვენ ადამიანებმა უნდა ვიფიქროთ ამაზე, რომ შენ რო გინდა ეხლა მარწყვი და შენ რო გინდა ეხლა ის რის მოყვანასაც გჭირდება სათბურები, სასუქები და რაღაცეები, ეს უნდა გადავეჩიოთ ამ რაღაცას რა. ძალიან გამიხარდა, როცა თქვა, მეც არასეზონურ ხილზე ეხა მარწყვი არ მომინდება არანაირად. არასეზონურ ხილზე საერთოდ არ მიწევს. რაღაცა სამი მოსავალი რო აქვს და რაღაცა. კი, არის რემონტანტული მარწყვები, რომელიც ნოემბრამდე შეიძლება შეინახო, გაყინო, მაგრამ შენ მასიურად მაგალითად წმეჩ გვაქვს ხეხი და ნუ აი ისეთი ალუბალი მოგდის მთელი ხა და ხა შესაძლოა ხა ერთ თვეში ალუბლის ხეს მთელს ვერ ჭამკი ვარია, მაგრამ ეხა დღემდეც მაგ ეხა ყოველ დილით 1-5 ცალი გამომაგ და მივირთმევ, ანუ ხო, მაინც გამოდის რომ სეზონზე აღებული იქნება, მაგრამ გაგინვასაც ელექტროენერგია ჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, ხო. ჩვენ ხომ ამ სარდაფში არ ვინახავთ რაღაც ისე, რომ ამ მიწა ამოთხარე, ჩაიტანე და ინახება, თუმცა ბევრი ხილი არის, რაც ინახება სამთარში, მაგრამ ისეთი ხილიც რა გვაქვს საქართველოში, ახლა გვაქვს იმის ფუფუნება ჩვენ არ ცხოვრობთ რაღაც ხო, კიდურეს სამხრეთიან ჩრდილოეთში გვაქვს იმის საშუალება, რომ ხეხილი მოვწყვიტოთ ხეზე თუნდაც იანვარში. ისე ავოკადოს პრობლემას ვერ გადავჭრით ადგილობრივად. ავოკადოს პრობლემა ჩვეულებრივად შეიძლება გაშენდეს, ანუ უნდა იყოს რაღაც ორგანიზაცია, თუ ეკოლოგიაზე ფიქრობს, რომელიც ითვლის რა პროდუქტს ხმარობ და რამდენი რა გვჭირდება და აქედან მაქსიმალურად რა შეიძლება იქნეს მოყვანილი საქართველოში და ამის სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად ხდებოდეს დაფინანსება. ხო, ეს მოცვი ხო იმას. ხო, ანუ მოცვი ხა აქეთ ყიდით, ხო? არა და იყო პერიოდი, როდესაც 29 ტონა თუ რაღაცა ავოკადოს თუ არ მეშლება ციფრი იყო, ისა რა ქვია, იმპორტი.
ავოკადოსი. ანუ რამხელა მოხმარება? კაი დიდი მოხმარებაა რა. თვითონ ეხა რაღაცა ის კომერციული კუთხით რომ მიუდგე. ხო, ну, ძალიან გაპიარებული ის არის, ხილია ცუდი არ არის თქო. ხო, დასავლეთში შეგვიძლია რომ მოვიყვანოთ. დასავლეთში არის ჩაულებრივად ისეთი ადგილები, სადაც ჩაულებრივად შეგვიძლია მოვიყვანოთ ავოკადოები, მით უმეტეს უკვე არის ავოკადოს მოვიყვანოთ ავოკადო. ძალიან ეხა დიდი ყინვების გამზე საძირები არა, მაგრამ საკმაოდ სიცივის ამტანი საძირებიც უკვე გამოყვანილია ავოკადოსი და ზოგადად მეხილეობა იქეთ მიდის, რომ უკვე ყინვა და სიცივე ნაკლებად პრობლემა ხდება უკვე მცენარეებისთვის რა. დიდი პრობლემა მაინც არის ცოდნა რა. ხო და ეს უნდა იყოს დაბალანსებული, რომ შენ ქვეყანა რას მოიხმარს და აი მიზან მიმართულად შენ რო გააშენე უკვე საკმარისი მოცვის პლანტაციები, გააჩერო რომ არ იფიქრო იმაზე რომ ექსპორტზე როდის გავიტან ამას ფურა როდის დადებს და მერე ფასი დამოკიდებულია შენ ექსპორტზე შიდა ბაზარზე რაც ჭირდება იმდენი არის შეწყვიტი აქ ფინანსირება გადადის სხვა პროდუქტზე რომელიც შიდა ბაზარზე გაქვს დეფიციტი მაგრამ ამ ყველაფერსაც ეხლა ჩვენ ავიღოთ მოცვის პლანტაციები მე კონსულტაციას უწევ ხოლმე განსაკუთრებით მათ ვისაც უნდა რაღაც ბიოზე გადასვლა და ორგანულ მეურნეობაზე გადასვლა და სატესტოდ 400 ძირი მოცვი დაუყენეთ დიდ პლანტაციაში სხვა ძირებს ასე რომ ვთქვათ სადაც ერთ აი ამ ნაწილს უვლიდნენ ჩემი მეთოდებით მაგრამ დაახლოებით რეკომენდაციის 30% შეასრულეს მეტი ვერა ფიზიკურად და დანარჩენი ჩვეულებრივი მეთოდები რა. რომელ კულტურასთან მოცვზე მაღლაბარაკი ეხა რა. ხო და ვის მიურგეთ ასე ვთქვათ. ფერმერი არის. არა, იგივე მოცვს მიუდგეს რა. ანუ მოცვის პლანტაციაში. ხო, დაინტერესებული იყო თვითონ მენეჯერი, ჩემ გამომწერი არის. აი ხარ ვიტყვი სახელმწიფოს კიდევ არ უნდა ადამიანს. ხო რო ნახავს თვითონ დააკომენტარებს რა თუ მოუნდება ესე იგი სადაც 400 ზირზე ნუ ჩავედი კონსულტაციაზე გაუწერე ყველაფერი აუხსენი სიტუაცია და ნუ მომართე მისი ტვინი იქეთ რომ გაიგო რა არის საჭირო და ისეთი შედეგები დადო ერთ სეზონში რომ თვითონ 30% რეკომენდაციები ხო 30% რეკომენდაციები ვერ შეასრულე ნუ შეიძლება 50% მეტი ვერა თვითონ იტყვის კომენტარებში დარწმუნებული ვარ გელოდებით კომენტარებში ხო როცა მოვიდნენ შემოწმებაზე იმ სასუქის და რაღაც პრეპარატების წარმოებული კომპანიები, ბარაკა და სხვა კომპანიები და ამას მოკრეს თვალი, გაგიჟდნენ, ეს რა არის? ამას როგორ უნდა დაასხიო, ხო? ხო, ფოტო მასალაც გვაქვს, ვიდეო მასალაც. ანუ, როცა მე შემეკითხე შენ რომ მასიურად თუ შეიძლება ამის გაკეთება, ჩვეულებრივად არაფერი ცირთული არ არის. უბრალოდ ცირთული არის ცოდნის მიღებაში. ხო, რას გულისხმობ იცი რომ რაღაცა ჩვენთან ძალიან გაჯდა ეგ ამბავი რა, ბევრი წლის განმავლობაში რომ აი მარტივად კახეთში მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი რა, რომ რაღაცას მიუყრიან, მიასხავენ ამ ვაზს და მე აი კაი დიდი თავთავები მოდის და ის კი არა, იქვე ტოვებენ მე იმ ნარჩენებსაც ყველას ძალიან მაგაზე მომიკვდა გული რა, რომ აი ეს რაღაცა შხამქიმიკატებიანი რაღაც ცელოფნებიც იქვე ყრია, ჯერ ხო ის ნიადაგი რამდენი წელი უნდა ხო რომ ეს გავიდეს ეს ყველაფერი და პლუს კიდე ნარჩენებსაც იქვე ტოვებენ და უფრო მარტივია რა, მოკლედ ასე მოვლა და ეს ბიომეთოდები ცოტა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს მე ასე. არა, მეტ ძალისხმევას მოითხოვს გეგმარების დროს და ცოდნის გავრცელების ხრივ, თორე ფინანსურად ნაკლებ ხარჯიანია და რაღაცას თუ სწორად დაალაგებ თავიდანვე გეგმარების პერიოდში, დროც მეტი რჩება ბევრად რა. ანა, შენი ამბავი ახლა ეს ბავშვის უბრალოდ თემა მაინტერესებს თავიდანვე მისი კვებაც ესეთი იყო როგორიც შენი თუ ის სხვანაირად იკვებება. იცი როგორ მე ხა მყავს ორი შვილი, უფროსი დიდია და 25 წლის, რომელიც 15 წლის გახდა ვეგანი, აი უფრო ვეგეტარიანი რაღაცებს, აი მრძის პროდუქტს ხანდახან მაინც მიირთმევდა და ეხლა ასევე დაიწყო ხორცის ჭამა და აი მეორე უკიდურესობაშია გაგიჟებული. ხო. როგორ მან რაღაცა შუალედი არის ხოლმე რა. ხო, ანუ ეხლა თითქმის ყოველ დღე მიირთმევს ხორცს. პატარა გოგო არის 10 წლის და მას არასდროს არ უჭამია ჯერჯერობით ხორცი. აი ეგ მაინტერესებდა. არის ჩვეულებრივად, ზრდით, გონებრივად, აბსოლუტურად ყველანაირად ჯამრთელი. არც ჩამოუვარდება არც ერთი მაჩვენებლით. მიირთმევს რძის პროდუქტს და ახლა მიირთმევს კვერცხს
თევზი არ მოწონს, ხორცი ჯერ არ გვიცდია. ცხოველი საკვებს დებულს. კი, ცხოველი, ხო, უყვარს აყველი და ეს რაღაცა მოყრილი რაღაცაზე, ისა ძირითადად მირთვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, B12 ახლა ჩვენ შემთხვევაში მეც და მასაც სულ ვაძლევდი ამ B12-ს, სულ ვიღებდი დამატებად და ნუ მე ქრონიკულად და ჩემ შვილსაც, აი 25 წლისასაც ეს ფერიტინის წამალი რო არის, რა ქვია, ფერუმლეკზე, ასე ვთქვათ, ვიყავით მუდმივად. მე არ შევიმოწმები, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, ახლა მე რეალურად არ დამიწყია, ახლა იმ რაოდენობით რძის პროდუქტს მე არ ვიღებ, ხორცს მე არ ვჭამ, თევზი სულ სამჯერ მაქვს ნაჭამი და კვერცხი ალბათ 6 ჯერ. ანუ ეს არ ამგონია რომ დიდ შედეგს მომცემდა ჯერ და ამიტომ ჯერ არ გამიკეთებია ხო, ამ დანამატებს აი B12-ს მაინც ვიღებ ჯერჯერობით და ასე შემდეგ და ჩემმა გოგომ გადაიმოწმა უკვე და აბსოლუტურად წესრიგში ჰემოგლობინის და ფერიტინის. ხო, მე როგორც ნახე ახლა თვითონ კაფეს მომხმარებლებში ზოგში გამოიწვია უკმაყოფილება ამ რაღაცა ცვლილება ამაც, მაგრამ რა არის ზოგადად ცვლილება ნებისმიერი არის ძალიან მტკივნეული. აი მე მახსოვს, მაგალითად აი რაღაც პერიოდის განმავლობაში ყოველ 2 თვეში ერთხელ შემოდიოდნენ და ქურდები და ფული მიქონდათ ხოლმე სავარაუდოდ და ბოლოს ისე გაუბრაზდი და თან პოლიციას რო ვეუბნებოდით ყველა ჯერზე განცხადებას რაღაცა რომ პატარები არიან და ვერ ვიჭერთო მეუბნებოდნენ და ხო ეს რაღაც ბუმი იყო ერთი პერიოდი ხო და ნუ ამისი ასე ვთქვათ მოგვარება გადავწყვეტე იმით რომ კაფეში აღარ ვიღებ ქეშს და დავაწერე ეს რომ ეს კაფე ქეშს არ იღებს და აქ ფული არ არის ხა მაცივრის წასაღებად და ნამსხურის წასაღებად იქ არავინ არ მოდიოდა და შესაბამისად ასე მოგვარდა ეს საქმე და თქვენ არიცით ამას რანაირი გამოხმაურება მყვა თქვენ ჩვენი დაჩიპვა გინდათ თქვენ ჩვენი რაღაც აი საოცრება მოყვა ხო მე ვარ ბიზნესის მფლობელი ეს არის ჩემი კაფე მინდა ქეშს მივიღებ მინდა არ მივიღებ ხო მაგრამ არა აი ნუ რაღაცა საოცარი ზეწო ნუ გადავიარეთ ეს ეხა ამ ცვლილებიდანაც ეს ცვლილება რატო გადავიტანე მე ნამუში ხო შეიძლება მე მეჭამა ხორცით და ნებისმიერი პროდუქტით და ნამუ ყოფილიყო ისე ვეგანური მაგრამ მე სულ ვიძახდი რომ ნამუს სახე ვარ მე ანუ მე ძირითადად პოსტავ ჩემ დღეს ვაკეთებ ამას აი დღეს შევიწვი კვერცხი თუ დღეს მოვიხარშე რაღაცა და ამას ვაზიარებ და მე როგორ შემეძლო გამეგრძელებინა სიტყვაზე აი პირველი რაც მომივიდა რომ ალესთვის ვაკეთებდი ბლინებს რომელსაც ვაკეთებ ხოლმე უგლუტენო ფქვილი და ეს არის ნუში და ქოქოსის რძეს რო ვაკეთებ იმისგან რაც მრჩება ეს ფალფარვით ქართულად ნარჩენი რბილობი ხო ამას ვაშრობ და ან ესე გაყინული მაქვს ხოლმე და ანუ იმითი ვაკეთებ მე ალადებს შესაბამისად ამას ჭირდება ხოლმე სულ შემკვრელი და ვიყენებ ხოლმე ნუ ჩიას წელს მაგრამ ნუ მაინც გადმობრუნება უჭირს ისე ძალიან არ იკვრება და კვერცხის მიღება რომ დავიწყოთ ანუ ერთი კვერცხიც კი ისე კრავს ამას და ისეთი ფუფულა ბლინები გამოდის რომ საოცარი და ამას ეს რომ დავპოსტე და მეთქი ეხა რომ მკითხონ ეს რითი გააკეთე და მე რა უნდა უთხრა რომ ჩიით შევკარი ეს როგორი მაღალი დონე გაქვს ხუთფელობის ძალიან მოსაწონიობა ეს არ არის ნორმალური ხო მეთქი მე მივიღო რაღაცა მე ვიყო გადაკრიალებული სახე მქონდეს იმიტომ რომ ბევრ კარაქს ვჭამ და ასე შემდეგ და ცხიმს ვიღებ და ვიღაცას უთხრა რომ არ გაეკარო კარაქს ხო ანუ აი რაღაც არ გამოდიოდა შესაბამისად გაუზიარე ჩემს შვილს რომ მეთქე ესე ისიც დამეთანხმა კი რა თქმა უნდა რაღაცა და ესე გადავწყვიტეთ რომ ეს პატარა ცვლილება შეგვეტანა ამაზე მე დავწერე კიდეც ვილაპარაკე თუმცა ნუ ახლა ვიღაცებს გაეხარდათ ესე უფრო არ მოგემატათ მე გონია რაღაც უფრო მოგემატებოდათ სტუმრები აქციები და არაფერი არ მომატებია ჯერჯერობით მაგრამ მაგის იმედი მაქვს ახლა მოდიან რომ აი ხედავ რომ უკვერცხიან საკვებს უკვეთავენ ხო შესაბამისად ესე იგი არ არის მარტო ეს აგრესია ხო თუმცა არის აი ნუ რო გადაავლებთ აი რაღაცა ეს აფერისტი ქალი ეს რა საერთო აქვს ნამუს არსებულ პოლიტელიტასთან რა საერთო აქვს კვერცხის მწარმოებელთან რამდენი გადაგიხადეს ნეტა და ნეტა ვინ უნდა გადაგიხადოს მიმდევარი ბიომეურნეობის მაშინ ვისურვებდი რომ ეგ კვერცხი რაც არის თქვენთან კერძებში იყოს
სწორად მოპოვებული. ხო, აი მე გავაკეთე ეს ჩვენ ყველა ვისურვებდით იორა ისეთი ქათმისგან, რომელიც ბუნებაში კაკანებს და ეგეთი კვერცხი მაქვს კაფეში და თქვენ არიცით ესე იგი ამაზე რამდენს დამცინიან, რომ ესე იგი free range რახან არის, ხო, ესე იგი შეიძლება და უი, მაგაზე ხა მე ერთი რაღაც რაც მაინტერესებს სავარაუდოდ გეცოდინება, იო, მე გამბავი. ჰუმანური კუთხით რომ მივუდგეთ. ქათმის კვერცხი ყველა ვარიანტში გულისხმობს, რომ შიგნით წიწილა. არ შეიძლება რომ გაუნაყოფიერებელიც ხო არის კვერცხი. მაგას. ხო? ქათამი კვერცხს დევს, ისე როგორც ქალის ორგანიზმში არასოდეს არ წყდება კვერცხბუჟეთის წარმოქმნა, უბრალოდ ამას ჩვენ სხვა სახით ხედავთ, იშლება ორგანიზმშივე და ქათამის გამოდის გარეთ და ანუ ყველა კვერცხი არ ნიშნავს რომ შიგნით არის სიცოცხლე და წიწილა. მამალი თუ არ ყავს ფერმაში და ეზოში შესაბამისად არ არის კვერცხი განაყოფიერებული და არის უბრალოდ ხო და ეგ ამბავი რომ გავიგეთ ძალიან გამეხარდა. არანაირი ზიანი არ ადგება არც ქათამს, იმან მაინც უნდა დადოს კვერცხი. ხო და მე სადღაც შედებს ხოლმე ალაგ-ალაგ სოფელში გვინახავს ხო რომ აი ხან ღობის ძირშია ის კვერცხი ხანსად და არა ვეგანიც კი ვერ ამიხსნის რა ზიანი ადგება ქათამს გინ მორალურად, გინ ფიზიკურად. ნუ ეხლა ალბათ საუბარია თვითონ ამ ქათმებს როგორ ექცევიან. ხო, ეგ მართლა შეიძლება პროტესტი რომ არ იყოს დახურული ფერმები, მაგის მეც მომხრევა რომ არ უნდა იყოს დახურული. აი ხანდახან რომ გატეხავდა შიგნით რომ რაღაცა ისწავლე რომ ხვდები რომ აქ შეიძლება წიწილა ყოფილიყო თუ რაღაც მართლა ისეთი მომენტია რა. არასასიამოვნო, მაგრამ აგერ არსებობს ისეთი კვერცხიც რომელიც აღარ არის შეიძლება იყო ადამიანი აბსოლუტურად ცხოველების მოყვარული დამცველი და რაღაც მორალური ის ასპექტი ჩადო იქ რომ შენ ცხოველს არ კლავ არაფერს და იკვება მხოლოდ კვერცხით და იყო ჯანმრთელი. აი კვერცხი თუ იკვებები სწორი კვერცხით, საერთოდ არაფერი არ გინდა მეტი. პირველად კვერცხი ალექსანდრამ პატარა გოგომ გასინჯა, ვიყავით ბაგებში ცხოვრობს ჩემი უახლოესი მეგობარი და აქვთ ეს ეზო ხეხილი ძალიან და უცებ აკაკანდა ეს ქათამი რაღაცა და მე გაიქეცით ბავშვობა კვერცხი მოიტანეთ და მართლა ეს რაღაცა მოიტანეს ეს კვერცხი და ალე ხო შეჭამო და აბა მე შემომხედა არა მე არ ჭამ. აუ დემეთქი ეს კვერცხი უნდა ჭამო შენი ხელით გაქვს აღებული მეთქი რაღაცა და მართლა ყიყლიყო გაუკეთეს და შეჭამა და ნუ რაღაცნაირად იყო, ხო იცი ცოტა დაბნეული და რა, მაგრამ აი ესე, ხო, აი მე ამ გოგოსთანვე აი ამას წინათ ვიყავით და მთელი აი თურმე ყურძენი ვითყოფილა კივი და ჩვენო ალერგია გვაქო კივზეო და გეხოცები წაიღეო და ჩამოვკრიფეთ ეს კივი და ნუ აი მთელი არ ვიცი მე უკვე ერთი თვია დილა შევადგა საღამოს კივით იმაშვებ. აი ნუ აი არ ვიცი ხა რაც ესე ბუნებრივია ხო კი შეგიძლია რომ რაღაცა ბევრი რაღაცა ნარჩენების მართვა არის ზოგადად ძალიან ისეთი რაც შეიძლება ქალაქებმა გააკეთოს. ხა ქალაქელი ძროხას ვერ იყოლიებს, კატამს ვერ იყოლიებს, ბოსტანს ვერ გააშენებს, მაგრამ მე მქონდა მეწყე სართულის სახურავზე პატარა ბოსტანი. კი, ვარკეთილში მქონდა მეწყე სართულის სახურავზე, სამხედრო East Point-თან ბინები რო დგას ერთნაირი სამხედროებისთვის, მან ბინა მქონდა. მეწყე სართულზე. კი, მზე იყო, წყალი ავიყვანე საჰაეროდან და იქ ყუთებში შევკარი ის ჩოლებრივი კვლები და კაი მოსავალს კიტრი და პამიდორი. მე ის პრობლემა მაქვს რომ ზე არ უდგება ჩემეზოს და სუგული მწყდება თორე ანუ ადგილი მაქვს და კარგად ხდება მზე აუცილებელი არ არის ბევრი კულტურისთვის. კი და იგივე ახლა ქათმებზე როგორც თქვით ხო რომ შეიძლება ისე იყოლია ეს ქათმები რომ არც რაღაც ჰუმანური დილემის წინაშე არ დადგე რა ასე ვთქვათ. რძის პროდუქტზე თუ არის ეგ შესაძლებელი, იმიტომ რომ ვიცით ხო რომ ძროხას ეს რაღაცა გახანგრძლივებული ლაქტაციის შედეგად ვიღებთ ამ ძეს და ცოტა მართლა ეგეც ლაქტაცია გამოვლილი ქალებისთვის მის გასაგებია რომ მართლაც არ არიან კარგ დღეში ძროხები. ნუ მან შეიძლება რაღაც მოგედაოს რომ აი იმას ბუნებრივად რძე უკვე გამშრალი უნდა კონდეს, ხო აღარ აყავს და შენ ძალით უხანგრძლივებ ლაქტაციას და რაღაცა შეიძლება მორალურიც იყოს მომენტი. თუმცა ნებისმიერი რაღაც ცხოველის ის იქნება თუ სიკვდილი იქნება თუ ეს არის ენერგიების გადაცვლა ერთი ფორმიდან მეორეში, ჩვენ როცა რაღაც საკვებს ვღებულობთ, ჩვენ ყვებავთ ჩვენ ბაქტერიებს, ის ბაქტერიები მიირთმევენ იმის ნარჩენებით ვიკვებებით ჩვენ და იგივე საკეთებს მცენარეც. მცენარეს რაღაცა საკვებს ბაქტერიები ჭამენ და იმის ნარჩენებით იკვებება მცენარე და რა თქმა უნდა შენ არ უნდა აკეთებდე რაღაც მავნებლობას ისე რომ მართლა რაღაც მასიურად აკეთებდა რაღაც იმას თორე როცა აქ ყავს ცხოველი
და თავისუფალ მოძოვებაზეა, გაქვს კვერცხი და ხანდახან ეხლა ჩვენ ვამბობთ გენეტიკა ახსენებს სხვათა შორის ხშირად და ჩვენ არ ვართ გენეტიკურად ძალიან ხორცის მჭამელი ხალხი, განსაკუთრებით ეხლა რაც კი შემოვიდა ეს ბატონყმობა და ეგეთი რაღაცები, სად ქონდა გლეხს ეხლა ხორცი ყოველთვის რა და ხორცი არ ქონდა და თან ქონდა იმის შესაძლებლობა, ნადირობის საშუალებაც მრავალფეროვანი მცენარეული საკვები ქონოდა და იგივე კლიმატიდან. კი, ყველაფრის ჭამელები ვარ ჩვენ გენეტიკურად, ქართველებიც, ეხლა გენეტიკა 2000 წელიწადში არ ყალიბდება და თუნდაც 10000 წელიწადში რაც ცივილიზაცია მოითვლის, ხო, ამ ასაკს და 250.000 არის, რაც Homo sapiens sapiens-ი არსებობს, ხო? და გენეტიკურად ჩვენ ვართ ყველაფრის მჭამელები. უბრალოდ რაღაცეების გამო ვიღაცა მეტ-ხორცს ჭამს, რაღაც გაუაზრებლად და ნუ სწორი კვება ეს ცალკე თემა არის რა. ეხლა გაუაზრებელზე და იმაზე, აი წეღანაც ვამბობდი, იორამს რო ველაპარაკებოდი, ჩემი აზრით აი ამ კვების სტილზე ბევრი ფიქრის ნაცვლად გვაქვს ძალიან საშინელი სტატისტიკა food waste-ის, ეგრეთ წოდებული, ანუ საკვები ნარჩენების, რომელიც არის ხალხო 1/3, ანუ სოფლიოში წარმოებული საკვების 1/3 პირდაპირ ყველანაირი მოხმარების გარეშე იყრება ნაგავში. და ამ დროს რამდენი ადამიანი მიმშიერიკუტა. და მაინც ხდება ამის ტრანსპორტირება, შეფუთვა, ანუ ის საწყისებო ეტაპზე კი არ იყრება ნაგავში. ანუ რამდენი იცით 1.3 მილიარდი ტონა საკვები და სხვათა შორის თუ პურია მე მგონი ყველაზე გავრცელებული. ხო, რომელია ეგ არ მინახავს, მაგრამ ჩემზე რა სტატისტიკა არის. მე მიდის ფერმებში და იმაში. ეს იცი კიდე რა იგულისხმება? აი მაგალითად ბოსტნეული დაგრეხილი სტაფილო ან რაღაცა კარტოფილი, რომელიც ან ძალიან დიდი, ან ძალიან პატარა. ხო, ეს პირდაპირ ფერმიდანვე იყრება ნაგავში და აღარ გადადის, ასე ვთქვათ, მარკეტში, ხო? ანუ შემდეგ ჯაჭვში და თუ ამ ემისიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ 10% ემისიების, სათბურის აირების ემისიების მოდის იმ საკვებზე, რომელსაც საერთოდ არავინ არ მოიხმარს. ანუ უბრალოდ ვაწარმოე, გადავყარე და აი ამაში იხარჯება ამხელა რესურსი, ფული და გარდა ამისა, ამას ხო მოგვარებაც სჭირდება იმ ნარჩენს, ხო, მე იმის უპობა და ამბავი მთელი კიდე ცალკე თემაა და აი მე მგონი აქეთ ხარეს უფრო უნდა წავიყვანოთ რა ზოგადად ჩვენი ფიქრი, როცა ვსაუბრობთ ეკოლოგიის და საკვების ურთიერთკავშირზე. მე მგონი ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა მინიმალიზმს, ცხოვრების მინიმალისტური კვებიდან, ჩაცმიდან, მაკიაჟიდან თუ ნებისმიერი რაღაციდან გამომდინარე, ხო? აი, თუნდაც ეხა მე ვცხოვრობდი 4 სართულიან სახლში, თითო 200 კვადრატი, ანუ 800 კვადრატში. მე და ჩემი ერთი შვილი. 800 კვადრატში. იმის ხმარობდით 4-ს. რა თქმა უნდა არა, მაგრამ ნუ გათბობით ახლა მაინც უნდა ყველაფერი გაგვეთბო. მოკლედ რესურსი ხარ. და ეხა ვცხოვრობთ 70 კვადრატში და ვარ უბედნიერესი. პირველად მე მგონი ამდენი წლის მერე ღამე მძინავს აბრეშუმის პერანგით და არა წინდით და ჯემპრით და შუბით. გათბობა სახლის დალაგება 15 წუთში შემიძლია ყველა ეგეც ხო დახარჯული რესურსია შენი პირადად თუ ალაგებ ამხელა იმას როცა შეგეს უი და შეშლილი ვარ აი ამ აღმოჩენით რომ რა ბედნიერება ყოფილა რომ გაქვს პატარა სახლი ისთვის რა არის ბედნიერი თან არის იცი ბევრი უბედურება რაც ნარჩენები გარდა ნარჩენებისა მეც მოვიხმართ და ამ მეტი მოხმარების გვაქვს სულ ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად 4 სართული ძლივს დავცალე. იმდენი არასაჭირო ნივთი მქონია. მიუხედავად იმისა, რომ მე მეგონა რომ ძალიან მინიმალისტურად ცხოვრობდი და ზედმეტი არაფერი არ მქონდა. ვერ წარმოიდგენთ, აი აგვისტოში გავაქირავე ეს სახლი და აგვისტო და ჯერ კიდე ვერ დავამთავრე ამ ნივთების გამოცვლა. და გადარჩება, საწაკეთება ალბათ, რა თქმა უნდა, ზოგი სხვა შესაწილი იქნება თუ რაღაცა არ იყრება და მეორე რა ცხოვრებას ჩუქნით ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ მაინც აღმოჩნდა რომ ნუ აი არ მჭირდება. ძალიან კარგად ვარ რაღაცა. ნარჩენების მართვამდე ნარჩენების არ წამორქნა უნდა ვისწავლოთ რა. ეხლა სანამ ნარჩენი იფიქრე იმაზე რომ არ კონდეს რა, ეხლა დედაჩემი ის სანამ არ შემოგეხება არ გავედა რატო გადავაგდო ეხლა მაგ ზოგიერთი ზედა 16 წელი ჩემს შვილზე დიდია და ეხლა ჩემი შვილი ხმარობს რაღაცებს რა ჩემსაც და ხო ნუ სამი ერის რაღაც მანია გვაქვს რომ სულ რაღაცა ახალი ტელეფონი გამოვიდა ახლა ტელეფონი სანამ არ მოკვდა ჩემი მანამდე არ ვიყიდე ეხლა ეს
ტელეფონი. გადაიღო მე. არა, უბრალოდ ქსელს აღარ იჭერდა რა. ხო, ეს ხო რაღაცა აი სოციუმში გამჯდარი ისინია, რომ რაღაცა სეზონზე ახალი ჩასაცმელი უნდა იყიდო, თუ ტელეფონი გამოცვალო, როგორც კი ახალი მოდელი გამოვა და რეალურად აი ცოტა ჩვენ თავში ჩავუკვირდეთ, რომ მართლა რა მჭირდება, ხო? ის თუნდაც ის თანხაც კი შეგიძლია სხვანაირად გამოიყენო, ბევრად უფრო სხვა მხრივ განვითარდე რაღაც ან კურსები იყიდო, არა. ვარ, რა ვეჯიბრებით ერთმანეთს მოხმარებაში, ვინ უფრო მეც მოიხმარს, არა და არაფერში არ გჭირდება. იგივე ეს კვებაც, ეხლა წეღან რაც ახსენე, ხო? აი ეს რაღაცა კომპულსური კვება, რაღაცა გავრა თითქმის ყველა ჩვენგანი, არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ მე მაგალითად ბევრად მეც ვჭამ იმაზე. ვიდრე ეს ჩემ ორგანიზმს სჭირდება და პირიქით პრობლემას ვუქმნი, ხო, ამით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმის გადამუშავება მე რაღაცა მთელი სისხლი კუჭში მიდის, ამ დროს ვიბნიდები, წნევა მიწევს დაბლა და ასე შემდეგ და ამას ეგეც ერთგვარი ნარჩენია, ხო? ნარჩენი კი არა, გადახარჯვა ასე ვთქვათ რესურსის. მე იქ მაცივარში რამდენი რაღაცა გაფუჭდა, დამავიწყდა, დალპა, ისიც გადაყარე და აი ამ ყველაფერს ამივაქცია. მაგალითად აი ხილ ბოსტანის ისინი რო არის ხოლმე მაღაზიები გარეთ რო აქ გამოტანილი. ну რა თქმა უნდა ეს ჩემი პარკით მივდივარ და ვიღებ ხოლმე სიტყვაზე ერთ ყაბაღს, ერთ ბადრიჯანს და ეს ქალი ნელ-ნელა თვალები უფართავდება ხოლმე გამყიდველს. ერთ პამიდორს და ეს ამიწონეთ და ყველაფერი აქ ჩამიდეთ ვეუბნები ხოლმე და პარკი უფასოა. მეთქი ვიცი, პარკი უფასოა და რაღაცა ხო და თან ვერ ხვდება. ეს მეტი არ გინდათ? არა, მეთქი მეტი არ მინდა, იმიტომ რომ ვიცი რომ ნუ აი 1 და 2 დღე საკმარისია და რა ჩემ ახლობელმა მითხრა ეგ რო უთხარი რომ ამდენი რა თქინდო და ხო იცი რომ მარტო ხარ სახლში უნდა იყო 1 კვირა მარტო ხო და რაღაცა ამდენი კიტრი თუ რაღაც ქონდა ნაყიდი არ გჭირდება იცი რა შემრცხვა რომ მე თქვა რომ მარტო 2 ცალი ამიწონე ესეც რაღაცა ცოტა ის არის რა ეგეც ზუსტად ვაკომპლექსებია თვითონ ის გამყიდველები ასე ხო რამდენჯერ უჩხუბია სუპერმარკეტში ჩემთან რომ რას მაწვა ეხა მე მაგალითად ესე კიტრი ისინი ეს ყველაფერი ცალ-ცალკე მიმაგ ხოლმე და პარკში არ ჩადოს რომ ვეთქო ხოლმე და რაღაცა აბა მე როგორ ავწონე მე უნდა მოვკიდო ხელი ამ კიტრს და ხელები დავისვარო და რაღაცა მე დავდებ ფამსასწორზე მე აწე თქვენ უბრალოდ ის ამობეჭდეთ რაღაცა ნუ არის აი რა თქმა უნდა პრობლემას გიქმნის ხო ყოველთვის არ გაქვს ამისი ენერგია რომ ეხა ეკამათო გამყიდვალ ქალს რომელიც არაფერ შუაში არ არის ხო ეხა იმან დაუშვათ თუ არ იცის რა შედეგები მოყვება მის სიტყვაზე მე მთელ ლექციას ვაყოლებ ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად ხო ერთი და იგივე ადგილებში დავდივარ, რა ერთი და იგივე მარკეტში ვყიდულობ მაგალითად ბოსტნეულს და იმდენად განვმარტავ ხოლმე რომ რატო არ მინდა პარკი, ან უბრალოდ პარკი არ მინდა, აღარ ვეუბნები რა. ეხლა აღარც მჭირდება, იმიტომ რომ ბევრჯერ მოგვიწია ამ თემაზე საუბარი, ვიცით რა ეს პარკი მე არ იხრწნება რაღაცა ის და ამიტომ ეხლა მაგას ნაკლებად ეტყვი, იმიტომ რომ საქართველოშიც კი პარკების წარმოება უკვე ორგანული არის, რომელიც იშლება რა. ეგ ქსელურ მარკეტებში. სამწუხაროდ აი ესეთ ხილბოსტნეულის გარე მაღაზიებში ზუსტად ქარხანა მაგის ჩვენთან წარმოება კი დაავაგებულია უკვე 1-5 წელი იქნება და ნუ ეგ სავალდებულოც არის უკვე დიდი მარკეტების არა საჭიროა ეს ყველა ადამიანმა უნდა შეცვალოს მიდგომა მაგალითად მე დიდი ხანი არ არის მაგრამ მივხვდი რომ რა საჭიროა ეს კაფის მისხმა მანქანის გარეცხისთვის ეხლა ნუ თუ ამას მეთქი ეხლა მარტო წყლით ვერ გავრეცხავ რა მივადექი ჩვეულებრივად გაირეცხა იგივენაირად გავამშრალე და შედეგი იყო იგივე კაფს აღარ ხმარობ მანქანისას რა და ასეთ რაღაცას რამდენჯერ ვაკეთებთ რა რაღაცას უაზრობას მაგაზე ერთის მაგრამ აი უკვე რამდენი თვეა ერთი ალბათ ნახევარი წელი თუ რაღაცა ერთი ეს მაგ რა ქვია ჭურჭელი გასარეცხი რა და აი ვხმარობ რაღაცნაირად აი ნუ აი ერთი წვეთი ან რაღაცა იგივე ტანსაცმელში ხო აი ხო არის საზომი ჭიქა რომ მოყვება მეთქი რა თუნდა ამას სავსე რა ჭუჭყიანი ტანსაცმელი მე ხელოსანმა მითხრა რომ ნახევა აი ამდენ ჩავასხავ ხოლმე კი ბევრ რაღაცაში შეიძლება ხო რეალურად როდის რა ვიყიდე აგარც მახსოვს იყო ის იყო კბილის პასტა აი თითქოს აი ჯაგრისი უნდა სულ გამეფსო და აი რეალურად აი ერთ წვეთსაც რომ იგივენაირად ქაფდება რაღაცა ეს შამპუნი აი ბავშვები და ვიცოდი რომ თავზე უნდა ორჯერ ამეკაფა აი რატო ეხა ერთიც ძალიან კარგად ისიც კანზე ხო ხო ქიმია კანზე ნუ ზოგადად საშინელებაა და
ხო და აი ყველაფერი ცნობიერების ამბავია რა. ერთი რომ მაგ იმაზე გადაეწყობი, ასე ვთქვათ რა, მაგ ფიქრის პატერნზე რა, მე უკვე ყველაფერში უკეთებ, ხო, ყველაფერში ნერგავ მე, ყველაფერს სხვანაირად უყურებ, რომ აი ფურცელზე ხლა ესე რომ წერ მე, ხო, შემიძლია რომ ამაში და აი ხო ელემენტარულია, ხო არაფერი არ არის, მაგრამ ნუ იცით ხო რომ ხეები იზოგება და საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ამბავია. ვითომ არაფერი. აი ეს პატარ-პატარა ნაბიჯები სულ მაგას ვიძახი ხოლმე ჩემ ვიდეოში, პატარა ნაბიჯი, ძალიან პატარა. და თან ისეც არ უნდა იყოს. მეორე მხარე ამ ნარჩენებზე ღელვას აქვს, ვთქვათ, ძალიან სერიოზული ტერმინიც კი არის უკვე შფოთვა რა. იმაზე შფოთვა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, რაღაცას ზედმეტად მოვიხმარ და ასე შემდეგ. ანუ მაგ მეორე უკიდურესობაშიც არ უნდა გადავარდეთ ალბათ რა. აი სადაც კომფორტულად შეგიძლია ის პატარა ნაბიჯი გადადგა, იქ უნდა გააკეთო და იმას აუცილებლად მოყვება უფრო დიდი ნაბიჯი, იმიტომ რომ ერთი გააზრების მერე ხო რაღაცა ღმავდება. ორი სამუშაოა ყველა საკუთარ თავებზე და ნუ მეტია ესეთი ინფორმაციული გადაცემები, ვიდეოები, YouTube იქნება თუ სადაც. ხო და აი მივადექით ახლა ცოდნის გავრცელების ამბავს, სკოლას აკეთებ როგორც ვიცი, ხო? ორი სიტყვით რო გითხრა. ეხლა აქედანაც იქნებდი. რა სკოლას? აგროსკოლას. ნუ მარტო აგროსკოლის დატვირთვა მაინც ვერ იქნება რაღაცნაირად სხვა რაღაცაზეც უნდა გამოვიყენო, რომ ერთ მეორებს შეინახოს, მაგრამ უბრალოდ თავშეკრების ადგილს რა, იმიტომ რომ როცა მოდიოდნენ ხოლმე ხალხი, ვისაც ვასწავლი და ვაჩვენებ, რომ აი ამას არ უნდა, ნუ პამიდორის დარგვას არ უნდა გადაბარვა, გადათოხნა, რაღაც ის გაწიე მიწა, ჩადე ხარობს, აჰა შედეგი. ხო, რაღაცები. პერმაკულტურის პერმაკულტურა არის დიზაინის სწავლება ორგანულ მეურნეობაში. პერმაკულტურა არის ზოგადად დიზაინი. ხო და ორგანული მეურნეობა ამ პერმაკულტურასაც მოიცავს და ბევრ რაღაცას მოიცავს რა, კომპლექსურად და მაქვს აგარაკი, სოფელ ნორიოსთან არის მზიური აგარაკები და იქ მაქვს ეზო სახლი, სადაც მინდა რომ პატარა სასტუმრო და მარანი გავაკეთო, რომ იქ ვიყვე ხშირად, იმიტომ რომ აგროსკოლა თუ გააქვს, იქ მეურნეობა უნდა კონდეს პატარა და საჩვენებელი სადემონსტრაციო, რასაც ყოველდღიური მიხედვა უნდა და მე ტურიზმში ვარ 13 წელია და ვეღარ ვივლი ისე. ფაქტიურად და რაღაცა საქმე უნდა გავიჩინო იქვე და ვაშენებ ცალკე შენობას. სადაც შევიკრიბებით ხოლმე, იმიტომ რომ როცა მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან, ხან უამინდობა გვემთხვეოდა, ხან ის არ არის მერხი, არ არის ეკრანი, სადაც ჩაურთავ, აჩვენებ სლაიდს, მესმის ეხლა მე რომ ბიოორგანული რაღაც მეურნეობას ასწავლე, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები არავის გაუქმებია და ეს ვიდეო ჩამწერიანი მიკროსკოპი იქნება თუ რაც იქნება, რომ თვალნათლი ვანახოთ, რა ხდება თუნდაც ორწვის დროს არასწორი თუ რაც იქნება, ყველაფერი მინდა რომ აი ესეთი ჩაღმა. მაგას ვაშენებ ყოველ, რავი, ჩემს სახსრებს რაც მაქვს, ყველაფერს მაგას ვახმარ და უკვე ხო ყველაფერს აბსოლუტურად რა, ძართულია და მარტო რო შევეჭიდე უკვე თუ შევეჭიდე, უნდა მივიყვანო ბოლომდე და სხვა გზა არ არის. თვითონ ფორმატი როგორ იქნება? თუ ეგენჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი, რომ აი რა. მე მინდა რომ იყოს აბსოლუტურად უფასო და იყოს კურსები სხვადასხვა განხრი. და ჩაერთვება ალბათ დარწმუნებული ვარ სხვადასხვა სპეციალისტებით, მე მჭირდება დახმარება იმ სფეროებში, სადაც მე არა ვარ 100%-ით მაგალითად მზად, ენტომოლოგი იქნება მაგალითად, ვინც ამ მწერების, სასარგებლო მწერების გამოყენებაზე უფრო ჩემზე მეტი იცის და მყავს ასეთი ერთი-ორი ადამიანი ნაცნობი და რაღაც სხვა დარგებში, რომელსაც ვთხოვ, რომ მოვლენ ჩემთან და უფასოდ წაიკითხავენ ხოლმე ამ ლექციებს და ეს გადაღებაც გვექნება და გაშუქებაც გვექნება, მაგრამ ეს შეკითხვა პასუხის რეჟიმი აუცილებელია და თვალნათლივი პრაქტიკაც აუცილებელია. ხო, იქვე მიწაზე დემონსტრაციაც ასე ვთქვათ ამ გამილი. ხო, რა, ძალიან ბევრი შრომას ეხა მე რატო დავიწყე მებოსტნეობიდან თავიდანვე და იოს ბოსტანი რატო ქვია, რომ მებოსტნეობა და ყველა ადამიანი თუ მაქსიმალურად შეეცდება, რომ თავისი ორგანული მარტივი ბოსტანი ქონდეს, ძალიან შევამცირებთ ქვეყანაში იმპორტს და ექსპორტს და ზედმეტ ყიდვებს და წასვლას, წამოსვლას ბაზარში რა. წელია პამიდორი, კიტრი, მწვანილი, ასენი არ გვიყიდია, ხილი, ხო. კი და აი ამის მარტივ მოყვანას რომ ვასწავლებ თვითონ მომუნდება. მე მყავს ბევრი ადამიანი ნაცნობი, ვინც ჩემ გამო შეიცვალა პროფესია მაგალითად და გადავიდა, ვინც რა ვიცი, ჩემ გამო დაუბრუნდა მიწას და ვგიჟდები ამ რაღაც მომენტებზე, როცა მეტყვის რომ სიო წავედი ქალაქიდან და მე უკვე ვიცი მარტივად როგორ გავართვა თავი და აკეთებს და მართლა გამოზდის რა. და აი ეს მინდა რომ აი ამ ყველაფრის ბიძგი მიდიოდეს ამ სკოლიდან, მაგრამ ერთი არ მინდა რომ იყოს სამწუხაროდ, მინდა რომ კიდე რაღაც დასავლეთშიც იყოს და ბევრგან იყოს ხელმისაწვდომი რა. და მაგიტო ნელ-ნელა ანუ ფილიალებზეც მე იფიქრებ, ხო? ხო, ფინანსურად შევეცადე რომ რაღაციდან რაღაცა მიმეღო დახმარება, მაგრამ არც სახელმწიფოს მხრიდან, არც კერძო სექტორის მხრიდან არანაირი ნოლი გამოხმაურება აბსოლუტურად. ჯგუფშიც რო ვთქვა რომ დიდი აქტიურობაა თქვა, ვერ ვიტყვი და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი სახსრებით
ბოლომდე შევახარჯო და შეველიო ამ საქმეს. აი ეგეთი ხო, მაგრამ უფასო არ იყოს. არა, უფასო მინდა რომ იყოს, ეგ მე ვიმუშავებ იმდეს რომ იცოდნა, ეს ჩემი უფასო არ იქნება, მე გადავიხდი უბრალოდ ამისათვის. ხო, მაგრამ მე ბიზნესი გადაიხდით, რასაც იქ გავაკეთებ რა, ანუ თქვენ ხო გაქვთ რესტორანი კვების ობიექტი და იქვე რო გქონდეთ სკოლა. იგივე საქმეს, რომელსაც რესტორანი თავისი შემოსავლიდან გადაიხდიდა, ხო, შეინახავდა რა, მაგიტო დილით თუ ლექციები გვექნება, მაგ შუადღეს შეიძლება გავაქირო როგორც ვიღაცას ილობას რაღაც აუდიტორიად დაჭირდეს ის შენობა და ჩვენც აი ყოველთვის ჩვენ პოდკასტით შეგიძლიათ თქვენს გვერდით იგულოთ იმ ამბავში, რომ რაღაცა ინფორმაციის გავრცელება იქნება თუ რა იქნება, იმიტომ რომ მიზანი ეგ არის რა, ჩვენც რომ რაღაცნაირად ეს ცნობიერება გავავრცელოთ, რაც შეიძლება ფართო მასებზე და გარდაუქმნათ აი ეს რაღაც ფიქრის კომპონენტი რა ადამიანებში. ცოტა და უნდა დავიწყოთ და მე უნდა გავიდეთ მასშტაბებზე და იგივე შეკითხვაზე შენ რაც თქვი თავიდან რომ დიდ მასშტაბებზე როგორ მოხერხდება ეს ჯერ პატარიდან უნდა დავიწყოთ და მე იმათაც მივადგებით. თვითონ აბიჯით. იმ დიდებს ჩვენ ვთხოვთ ისეთ წარმოებულ პროდუქტს, როცა ბაზარში შედიხარ და გასრიალებულ ვაშს ირჩევ და ესეთ პომიდორს ირჩევ და რაღაცას და ჭამ მაშინ როცა ამის სეზონი არ არის, შენ თვითონ უბიძგები იმას ხელს რომ ისევ ცნობიერება. ხო, ისევ ჩვენში არის პრობლემა რა. კი. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ჩემი აზრით, აი ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, იმედია თქვენთვისაც. ნახვამდის, მადლობა და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში არანაკლებ საინტერესო თემით. მადლობა. მადლობა ნახვამდის.